ახალი გეგმა ოპოზიციურ ფლანგზე ყოფილი პრეზიდენტის მიერ 31 მარტს წარმოდგენილი სტრატეგიით უკმაყოფილო პაატა ბურჭულაძე ოპოზიციურ ძალებთან ერთად სექტემბერში არჩევნების ტელეფონით ჩასატარებლად ემზადება. საკუთარ შეთავაზებას მსოფლიო ბანი ესტონური მაგალითით ამყარებს და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების ფონზე არჩევნების სამართლებრივად გამყარება ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოთი და სალომე ზურაბიშვილის ფაქტორით ესახება. ყოფილი პრეზიდენტის სამოქმედო გეგმისა და ნაბიჯების მწვავე კრიტიკის მიუხედავად ბურჭულაძისთვის ზურაბიშვილი კვლავ მოქმედი სახელმწიფო მეთაურია. გუშინდელ შეხვედრაზე დაანონსდა ახალი გაერთიანების რუსთაველის გამზირის შექმნაც. ბარიერ გადალახული ძალების არასრულ შემადგენლობასთან ერთად კონსულტაციებს სხვა ოპოზიციური პარტიებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ბურჭულაძის მსგავსად უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმის და მეტი აქტივობის მომხრეები არიან. რაც გულისხმობს არჩევნების ტელეფონით ჩატარება და მისაღებია თუ არა ინიციატივა ექს-პრეზიდენტისთვის, რომლის წინააღმდეგობის პლატფორმას ბოლო პერიოდში უკვე არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მსოფლიო ბანის გეგმამ პოზიციები ოპოზიციურ სპექტრშიც გაყო. ჩვენ უფრო რადიკალურად გვინდა ამის გაკეთება, არა რაღაცნაირად ესეთი მიმდინარე დინებით. ნელი ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რადიკალური გზის ინიციატორი კი თავად. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ამბიციები ცხადი ჯერ კიდევ 31 მარტს გახდა, როდესაც რუსთაველზე ზურაბიშვილის საგანგებო გამოსვლა დივერსიად შეაფასა და სცენა ხალხის გამხნევების მიზნით უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძესთან ერთად დაიკავა. გახლეჩილი ოპოზიციის ნიშნებით ვენახევრის შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო გახდა. ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის პარალელურად ბურჭულაძემ შექმნა გაერთიანება სახელწოდებით რუსთაველის გამზირი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპერის მომღერლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ექს-პრეზიდენტთან კოორდინაციაში მყოფი პარტიებიც მივიდნენ, ჩნდება შეკითხვა, ჩაანაცვლებს თუ არა ოპოზიციის ავანგარდში მყოფ ზურაბიშვილს მსოფლიო ბანი. ფაქტი ერთია, ბურჭულაძემ ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების ალტერნატივად სატელეფონო ხმის მიცემა და ამ გამოკითხვის ლეგიტიმურ არჩევნებად გაფორმება შესთავაზა. სწორედ ლეგიტიმაციის ნაწილში ხედავს იდეის ავტორი ზურაბიშვილის როლს, რომელიც მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის მოქმედი პრეზიდენტია. მოქმედი პარლამენტი კი 35 წლის წინ არჩეული უზენაესი საბჭოა. ბევრი ვარიანტებია და ალბათ ეს იქნება უფრო ინტერნეტ არჩევნები, მოდით ასე ვთქვათ, რომ მიეცეს ჩვენს ემიგრაციასაც თავისუფლად მიიღონ. ჩვენ გვაქვს მარტო ერთი, მაგრამ ძალიან კარგი მაგალითი, ეს არის ესტონეთის მაგალითი. იქ ტარდება არჩევნები ეს. უწევს თუ არა ბურჭულაძის ინიციატივას კონსულტირებას ესტონეთი რთული სათქმელია. თავად ამ ქვეყნის წარმომადგენლები კი ბალტიისპირეთის დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთად ქართული ოცნების ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ. ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ არჩევნებს დააკვირდებიან უცხოელებიც. ერთადერთი ბარიერ გადალახული პარტია, რომელიც ამ ინიციატივაზე მსჯელობას არ ესწრება და რომლის გუნდშიც ამბობენ, რომ ინიციატივის შესახებ არაფერი იციან, გიორგი გახარიას პარტია. თუმცა მეორე მხრივ მსოფლიო ბანი იუწყება, რომ გახარიასთან პირადი საუბარი ჰქონდა და მისი მხარდაჭერაც აქვს. მან გარკვეული მიზეზების გამო მითხრა, რომ ვერ დაждდება მოლაპარაკების მაგიდასთან, პირობა მივიღე მისგან, რომ თუ ჩავატარებ ჩვენ ამ არჩევნებს სექტემბერში, ის მიიღებს ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას და არა ოცნების არჩევნებში. ინიციატივის შესახებ არაფერი არ ვიცით, შესაბამისად ვერ იკითხეთ დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ. ხარ სავარია, რომ ყველა სწორი მიზნისთვის იბრძოდეთ. ჩვენ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაში ვიღებთ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია მოახერხებს იმას, რომ საბოლოოდ, როდესაც დადგება კონკრეტული მომენტი, იქნება საერთო ერთობლივი პლატფორმა. უკვე 7 თვეა საერთო მიზნებზე საუბრობენ, თუმცა ერთი მაგიდის ირგვლივ მაინც ვერ გაერთიანდნენ. გიორგი გახარიასთვის ყოფილი სახელისუფლებო პარტია ერთობლივ შეხვედრებში მონაწილეობის თავის არიდების მიზეზია. ნაციონალურმა მოძრაობამ კი რამდენიმე თვიანი კოორდინაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ღია კრიტიკა დაიწყო. ამავე გუნდიდან კითხვის ნიშნები აქვთ გვარამია მელია გირჩი დროას ერთობის მიმართ. ყველას ერთად კი ნაციონალური მოძრაობის პაიკებად მოიხსენიებს გირჩი, რომელიც რომელიმე პლატფორმის წევრი არასდროს ყოფილა. ეს პარტია ცესკოს მიერ დანიშნული საარჩევნო თარიღისთვის ემზადება. რაც შეეხება ბურჭულაძის იდეას, ის გირჩში სოციოლოგიური კვლევის ნიმუშს ახსენებთ. ადამიანებს უამრავი სხვა ზღაპრის ჯერა და ამიტომ შეიძლება დაიჯერა, რომ სატელეფონო გამოკითხვა არჩევნებია. მე არ ვარ წინამდეგი, რომ მათ ატარუნეს სატელეფონო გამოკითხვა. მაგრამ მე ამჯერად ეს რაიმე კავშირია პოლიტიკასთან. არა, ეს არის არჩევნები, ეს არის სატელეფონო გამოკითხვა. და თუ უნდათ რომ ყველა პარტიის რეიტინგი დაადგინონ, ალბათ ჩვენს უნდა ჩაგვწერონ. მაგრამ ჩვენ არანაირ მონაწილეობას ამ პროცესში არ ვიღებთ და მე ვერავიღებ გარანტიას, რომ ჩვენ ჩაგვწერენ. ნახოთ, დავაკვირდით.
ოპოზიციის ნაწილისთვის ხელახალი არჩევნებისთვის მზადება სიახლე არაა. ასე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიცია ასევე ითხოვდა ვადამდელ არჩევნებს და ბოიკოტს უცხადებდა არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს. შეკრების ადგილი 5 წლის წინ ლეიბორისტების ოფისი იყო და არც ოპოზიციის მიერ გაცემული ბოიკოტის პირობა აღმოჩნდა მტკიცე. ფანჩატური მზადა უკან მიიღოს ძენი და ასული შეცდენილი. შალვა ნათელაშვილი ახლა ოპოზიციის შეკრებებს არ ესწრება. ოპოზიციას კი მისი ფანჩატურის ნაცვლად შეკრების 2 პუნქტი აქვს. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის და პაატა ბურჯულაძის მოძრაობის სახელით. დღეს ორივე პლატფორმის და მის ფარგლებში დასახული გეგმები მართველი გუნდისთვის ღიმილის მომგვრელია. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასერიოზო. ეს სასუსტარკვეთილებას აჩვენებს, რომელშიც არის ჩავარდნილი. დღეს ოპოზიცია ოქტომბერში ჩატარდება ძალიან საინტერესო მუნიციპალური არჩევნები, ჩატარდება ელექტრონული წესით და ვისაც უნდა ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. აქ არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ეს რაღაცა პარალელური მიმართულებით, ვითომ არჩევნების ჩატარებით, ჩვენ საზოგადოების ასე ვთქვათ, წინაშე რაღაც სხვა ირეალური მოცემულობა დააყენონ. ქვეყანას ხავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არის კანონმდებლობა, არის მოსალოდ არჩევნები კარსმომდგარი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობს და 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები იმ წესით, რაც ეს არის საქართველოში დანერგილი, ისე რომ თუ ვინმე სურს საკუთარი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ სანაგვეზე საბოლოოდ არ იხილოს, რა თქმა უნდა, მონაწილეობა ასეთ არჩევნებში უნდა მიიღოს. ვიდრე გადაწყდება, რომელი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ეგრეთ წოდებულ სატელეფონო არჩევნებში, ბარიერ გადალახული 4 ძალიდან მკაფიოა ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებისთვის პოზიციები, რომ თვითმმართველობის 4 ოქტომბრის არჩევნებში არ ჩაერთვებიან. ლელო და გახარია საქართველოსთვის კი ამ პირობას არ დებენ. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მათი ოპონენტები გარედავალებებს ელოდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებაც მასზე იქნება დამოკიდებული.